ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან SEB-მა 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყობილობების და რისკების შეფასებით და ძირითადი აქცენტებით, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი, ასევე ფინანსური სექტორის მახასიათებლების და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტების მიმოხილვით, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სექტორის სტუმარია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნეთ, დღეს ჩვენ შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ორ მიმართულებაზე გადის. ერთი ეს არის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება და მეორე უკვე ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, რომელსაც წელიწადში ერთხელ აქვეყნებთ და ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. მოდით დავიწყოთ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც კონტრციკლური ბუფერის უცვლელად შენარჩუნებას უკავშირდება. ტრადიციულად რომ გაგვიზიაროთ არგუმენტები და ის მთავარი ფაქტორები, რამაც ამ გადაწყვეტილებისკენ გიბიძგათ. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი ტრადიციულად აჯამებს ხოლმე ფინანსური სექტორის მიმდინარე ტენდენციებს და მართლაც თუ შევხედოთ ამ დინამიკას, დღეს ფინანსური სექტორი არის მდგრადი, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები გვაქვს, მოგვიანებასაც აქვს ჯანსაღი მაჩვენებელი ამ დრომდე, ასევე სესხების და 14.8%-ია, რაც ფიქრობთ, რომ სულიად შეესაბამება მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობას, იგივე აქტივების ხარისხი ერთ-ერთ საუკეთესოა, რაც გქონია ბოლო ათწლეულებში, უმოქმედო სესხების დონე არის დაახლოებით 2.6%. და ამ მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორი არის მდგრადი და რაიმე დამატებით ინსტრუმენტს ამ ეტაპზე არ საჭიროებს ცენტრალური ბანკის მხრიდან, ამიტომ კონტრციკლური ბუფერის ცვლადი ნაწილი შევინარჩუნეთ უცვლელად 0%-ან, როგორც ეს იქამდე გქონდა. კი ბატონო, და გადავიდეთ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე. პირველ რიგში ზოგადი შეფასებით დავიწყოთ ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და მიკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად, რომ შევაფასოთ, როგორია ერთის მხრივ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი და ასევე ფინანსური მდგრადობა რა საჩვენებს და რა ფაქტორებზე გადის, რომ მოგვიყვეთ. როგორც უკვე აღმოჩნდით, მიმდინარე მაჩვენებლები ფინანსურ სექტორზე მეუთებს, რომ სექტორის ჯანსაღი და სტაბილური, თუმცა ცხადია, არის გარკვეული რისკები ყოველთვის და სწორედ ამ ანგარიშში ჩვენ გამოვყოფთ ხოლმე რა რისკები უდგას ფინანსურ სექტორს და ამის საფასხოდ რას აკეთებს ცენტრალური ბანკი. მიმდინარე პერიოდში თავი რისკი არის მაინც უფრო საერთაშორისო ბაზიდან მომდინარე, ასე ვთქვათ, საგარეო მოწყვლადობა. კერძოდ კი გლობალურად გაზრდილია გაურკვევლობა, იცით რომ ვთქვათ, იგივე ტარიფების თუ სხვა პოლიტიკის შედეგად სავაჭრო ნაკადებთან დაკავშირებით არის გამოწვევები, რაც შემდეგ იწვევს გაზრდილ ინფლაციას გლობალურად, გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს გლობალურად ცენტრალური ბანკების მიერ და ეს დამატებით ანელებს მსოფლიო ეკონომიკის დასს, რაც ცხადია ჩვენზეც გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ღია ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია საგარეო შემოდინებებზე, იქნება ეს გზავნილები, ტურიზმიდან შემოდინება, ექსპორტი თუ უბრალოდ ფინანსური ნაკადები, რასაც მიმართულია ჩვენი საბანკო სექტორის მიმართ, ამიტომ ჩვენ დამოკიდებული ვართ სოფლიო ეკონომიკის ტენდენციებზე და ეს არის მთავარი რისკი და ასევე რისკი არის იმის გამოც, რომ ჩვენ ცენტრალურ ბანკს თუნდაც ხელისუფლებას ჩვენ არ გვაქვს რაიმე გავლენა ამ პროცესებზე, ამას ვიღებთ როგორც მოცემულობას და ეს რისკები დღეს საკმაოდ მაღალია. თუმცა ამის საფასხოდ არის ის სწორედ, რომ ჩვენ რეგულარულად წლების განმავლობაში ვაგროვებდით ამ ბუფერებს და ასე ვთქვათ, ჩვენ ფინანსურ სექტორში მცადაა, რომ მათ შორის ტენდენციების ნეგატიური განვითარების შემთხვევაშიც კი შეინარჩუნოს მდგრადობა და გააგრძელოს ეკონომიკის დაკრედიტება და ასევე ერთ-ერთი ვთქვათ მნიშვნელოვანი რისკი, რაც საგარეო ფაქტორებიდან რეალიზდება ხოლმე, მოდის ხოლმე გაცვლით კურსზე და ამ ხრივაც ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართული იყო იგივე რეზერვების დაგროვების კუთხით თუ დედოლარიზაციის კუთხით. ამ დედოლარიზაცია რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, მისი დონე სასხებში არის დაახლოებით 52%, ამ წუთას დანაბრებში 50%, რაც საკმაოდ მაღალია და ასე ვთქვათ, ჩვენ ვინარჩუნებთ მთელი ინსტრუმენტებს, რომ ხელი შეუწყოთ ფინანსური სექტორის დოლარიზაციის შემცირებას, რაც საგარეო რისკებიდან მომდინარე საფრთხეებს მნიშვნელოვნად შეარბილებს. საგარეო რისკების საფრთხეების ნაწილში შეფასება მინდა გთხოვოთ, ანუ ვითარების სირთულე რამდენად მწვავეა ამ ეტაპზე და თუნდაც წლის ბოლოს უახლოვდებით უკვე და წლის დასაწყისთან შედარებით რა შეგიძლიათ გითხრათ და ყველაზე საყურადღებო ფაქტორად რას დაასახელებთ? მთავარი ფაქტორი არის ალბათ გლობალური ეკონომიკის შენელება იმ პირობებში, რომ ინფლაცია არის მზარდი და ამას იწვევს ასე ვთქვათ, ეს გეოპოლიტიკური ფრაგმენტაცია, ტარიფები და შემ პოლიტიკა, რაც ასე ვთქვათ, სავაჭრო ნაკადებს ანელებს და ამ წუთას
არ ჩანს კონკრეტული გამოსავალი ამ პროცესიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც ერთ წლის მერე რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, ამ ტენდენციები არ არის პოზიტიურისკენ მიმართული. გლობალურად ცენტრალური ბანკები კი ცდილობენ როცა საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ, იმიტომ რომ ეკონომიკის შენელებაც არის მთელი განვითარებული ეკონომიკებში, თუმცა ინფლაცია, ასე ვთქვათ, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევაში რჩება. ამიტომ საგარეო საფრთხეები კვლავ არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალ დონეზე. ადგილობრივად ინფლაციის დონეზეც მინდა კითხოთ, 4.8% არის და ნავარაუდები იყო თქვენის მხრიდან ეს. მინდა კითხოთ, რა ფაქტორებს უკავშირებთ ამას და გარდა ამისა, როდისთვის ფიქრობთ, რომ ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება? ჩვენ გასული თითქმის 2 წლის განმავლობაში ინფლაცია გქონდა მიზნობრივზე ქვემოთ, ამიტომ ცხადია, ფასების დონეს აქვს გარკვეული მერყეობა და ახლა კი მიზნობრივზე ზემოთ ვართ 4.8%, თუმცა ასევე შეიძლება ვთქვათ 5-საც მიაღწიოს ჩვენი პროგნოზით მომდევნო თვეებში, თუმცა ეს განპირობებული გარკვეულწილად ერთჯერადი ფაქტორებით, რომელიც არის მილევადი, ანუ ეს არ არის ფასების სტაბილურად ზრდის მაჩვენებელი და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის პირველი კვარტალიდან ეს დაიწყებს კლებას, ამიტომაც არის ცენტრალურ ბანკში, ვთქვათ, იგივე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში ჩვენ შემცირების ან რაიმე გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამ დრომდე 8% რაც ჩვენ გვაქვს დადგენილი ახლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დონე, ვფიქრობთ, რომ არის თავის შინაარსით მკაცრი, ცოტა უფრო მაღალი ვიდრე ნეიტრალური დონე, რაც არის 7%, ამიტომ ამ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომ ინფლაცია იყო მიზნობრივზე დაბალი გასული წლების განმავლობაში და ასევე შემდეგ პერიოდში ველოდებით, რომ ეს მიზნობრივ მაჩვენებელს ასევე დაუბრუნდება მომდევნო წლის შუაში დაახლოებით. კი ბატონო, და თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 5 ნოემბერს მონეტარული პოლიტიკის ხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი დიდი ალბათობით კვლავ 8%-ზე დარჩება? გვარსებობს გაზრდის რისკი? ჩვენ ეს კომიტეტი იმიტომაც გვაქვს რეგულარულად ჩანიშნული, რომ იმდინარ პერიოდში განვიხილოთ ხოლმე რა გამოწვევები გვაქვს ერთი კუთხით და რა შესაძლებლობები რომ პოლიტიკის განაკვეთს გადავხედოთ, ამიტომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია მომდევნო წელს დაიწყებს შემცირებას, თუმცა ცხადია არის მრავალი რისკი რეგიონში გლობალურად ფასებთან დაკავშირებით და ჩვენი ასე ვთქვათ სამხოლოდ ფასების კალათაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ შორის პროდუქტები, რომელიც საერთაშორისო ბაზისიდან მოგვეწოდება ჩვენ, ამიტომ ცხადია ყველა ამ რისკს ვითვალისწინებთ. კი ბატონო, და ფინანსური სტაბილურობის ანგარიში უძრავი ქონების ბაზარი არის აქტიურად მიმოხილული, ნიუსიც გქონდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით და თქვენ მინდა გთხოვოთ დეტალურად განგვიმარტოთ, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ უძრავი ქონების ბაზარი მაკროეკონომიკური შოკების მიმართ არის საკმაოდ მოწყვლადი, რა ვითარებაა ამ ეტაპზე, ერთის მხრივ მიგრაციის ეფექტის მილევა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მასზე და საინტერესო ასევე საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით რა პროგნოზები გაქვთ უძრავ ქონებასთან მიმართებით? უძრავ ქონებას ნამდვილად ჩვენ ანგარიში დიდ როლს უთმობთ ხოლმე და ფართოდაა იგაშლილი. რადგან უძრავი ქონება გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკისთვის, ფინანსური სექტორისთვის არის ერთ-ერთი მთავარი აქტივი, რომელსაც ეს იყენებს, მათ შორის უზრუნველყოფისთვის ესხების დიდი ნაწილი სწორედ უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი, ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით ხოლმე ტენდენციებს და თვითონ ეს დინამიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ბოლო წლებში. ჩვენ გქონდა ჯერ კოვიდის დროს მნიშვნელოვანი ჩავარდნა ამ სეგმენტში, შემდეგ თქვათ ომის დროს იყო მიგრაციის ნაკადი და ამ ნაკადმა ქირების შემთხვევაში თითქმის გაორმაგება გამოიწვია ქირების და ასევე ფასეც იყო პოზიტიური ზეწოლა და ასევე ტურისტულმა სექტორმა განაპირობა ის, რომ მათ შორის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ იგივე ქირების ნაწილში, თქვათ, გარკვეული შემცირება არის ქირის ფასების და ის უახლოვდება მის გრძელვადიან მდგრად დონეს, ამიტომ კიდევ უფრო დამატებით მატერიალურ კლებას იქ არ ველით. რაც შეეხება ფასებს აქვს ზარდი დინამიკა, თუმცა ის მიუყვება დაახლოებით ინფლაციის დონეს და სამშენებლო პროდუქტების ფასების დინამიკას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ბაზარი არის მდგრადი და ასე ვთქვათ, არ ველოდებით, რომ ამ ბაზარზე რაიმე მატერიალური ყევები იქნება შემდეგ პერიოდში, თუმცა ცხადია ყურადღებით ვაკვირდებით, ისე ვაკვირდებით როგორც იპოთეკურ დაკრედიტებას, ასევე უძრავი ქონების დეველოპერების დაკრედიტებას, აქ საკმაოდ გაზრდილი იყო სამშენებლო ნებართვები და უყურებთ, რომ ასე ვთქვათ, რაიმე რისკები არ დაგვიგროვდა, თუმცა ისევ და ისევ ჩვენ ვხედავთ რაიმე გამოკვეთილი ისეთ საყურადღებო ტენდენციებს, რაც ცენტრალური ბანკის მხრიდან ჩარევა საჭიროებს. ბაზარი არის მდგრადი, რომ შევაჯამოთ. ბაზარი მდგრადია და ჩარევებს არ საჭიროებს ამ ეტაპზე, რისკებს რა მიმართულებით განიხილავთ, რაც შეიძლება მომავალში გახდეს ჩარევის რისკები ყოველთვის არის ამ ბაზარზე. დღეს ხედავთ, რომ მათ შორის ერთ-ერთი საყურადღებო ტენდენცია არის, რომ საგარეო მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. პოზიტიურია ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ახალისებს ამ ბაზარს დასაქმებას ამ სექტორში. იგივე ვთქვათ, უცხოელების წილი და გამოიკვეთა ბოლო წლების საინტერესოა ისრაელის წილი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, მთელი ბინების შესყიდვების დაახლოებით 12%-საც კი მიაღწია ისრაელის მოქალაქეების შესყიდვა, ისე რომ სხვა ქვეყნებიდან ინტერესმა ჩვენი უძრავი ქონების ბაზრის მიმართ და ცხადია, ეს არის პოზიტიური მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ძელვადიანად გარკვეული რისკებს ქმნის, რომ თუ
ამ ადამიანებმა შეიცვალეს პრეფერენცია, შემდეგ ასე ვთქვათ, მოთხოვნა შევცილდება ამ ბაზარზე. თუმცა ისევ და ისევ ეს არის ასე ვთქვათ, მართვადი პროცესი და არ ველოდებთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი რისკი გროვდება ამ სეგმენტში. ბატონო დავით, აუცილებლად მინდა გკითხოთ ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, რადგან ვსაუბრობთ, არასაბანკო სექტორის მდგრადობაზეც, რადგან ისინი ექცევიან, ასე ვთქვათ, პრუდენციული მოთხოვნების ქვეშ. როგორია თქვენი შეფასება არასაბანკო სექტორის მდგრადობასთან მიმართებაში, რა ტენდენციები ამ მიმართულებით გამოკვეთილი, რა მოხდა ანგარიში? არასაბანკო სექტორს ჩვენ 2018 წლიდან დაუწესეთ პრუდენციული მოთხოვნები და მაშინ საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია იყო ამ სეგმენტზე, ცხადია რაოდენობა შემცირდა ჩვენი რეგულაციების შემდეგ, თუმცა ვინც დარჩა ბაზარზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან მდგრადები. ეს სეგმენტი საკმაოდ სტაბილურად იზრდებოდა და ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, რომ რამოდენიმე მსხვილი ინსტიტუტს, მათ შორის აქვს შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, საბანკო ბაზრის ნიშაც გამონახოს და იცით, რომ ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საკმაოდ მსხვილები, ასე ვთქვათ, მიკრობანკებად გადაკეთდნენ და ხედავთ, რომ ეს ბაზარი ვითარდება და ჩვენს ფიქრობთ, ვცდილობთ ჩვენი ინსტრუმენტებით ხელი შეუწყოთ, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ ამ ინსტიტუტებს. ანუ დღეს ეს ბაზარი არის მდგრადი და ასევე ვცდილობთ, რომ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებით, რაც უკვე დღეს ბაზარზე იქნება, ხელი შეუწყოთ, რომ მათ კიდევ უფრო დამატებითი შესაძლებლობები გაუჩნდეთ. იმიტომ რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დღეს ჩვენ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ისინი ხშირად ემსახურებიან ხოლმე რეგიონებს და ისეთ მოქალაქეებს, რომელსაც შეიძლება საბანკო პროდუქტებზე პირდაპირ ადვილად არ მიუწვდება ხელი. კი ბატონო, ჩვენი საუბრის ბოლოსკენ თქვენ ახსენეთ ლარის კურსის სტაბილურობა და ასევე რეზერვების მაჩვენებლები, რეზერვებთან მიმართებით საკმაოდ დადებითია მაჩვენებლები და ასევე პროგნოზებიც დადებითი კეთდება. ლარის კურსის სტაბილურობასთან მიმართებით მინდა გკითხოთ, როგორია მოლოდინები წლის ბოლომდე, რაიმე ტიპის ძვრას თუ ელოდებით? რეზერვებთან დაკავშირებით პირველ რიგში გავაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ჩვენ ვთქვათ, რეზერვების დაგროვება რჩება ეროვნული ბანკის პრიორიტეტული მიმართულებად. ცხადია, ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, რომ რატომ აგროვებს ეროვნული ბანკი ამ ხელა რეზერვებს, ეს ხო არ ახდენს გაცვლით კურსზე გავლენას და შემდეგ გვაქვს ჩვენ ხედავთ, რომ მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 1,5 მილიარდის ინტერვენცია განახორციელეთ უკვე უცხოური ვალუტის შეძენის კუთხით, რეზერვების დის კუთხით და ამას მატერიალური გავლენა გაცვლით კურსზე არ მოუხდენია. და ამ პირობებში საინტერესოა, რომ ჩვენი ინტერვენციების პარალელურად საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით მილიარდი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა მოგგროვდა მიმდინარე პერიოდში. ანუ საგარეო შემოდინება, როგორც ჩანს, უცხოური ვალუტის არის საკმაოდ ძლიერი და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ კურსიც იყოს სტაბილური და რეზერვებიც დავაგროვო და ეროვნული ბანკი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, იმიტომ რომ ჩვენი წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რეზერვები, ადეკვატური რეზერვების ტონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა შოკებს უპასუხოთ, ამიტომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, ჩვენ ამ წუთას ვერ ხედავთ რაიმე კონკრეტულ წინაპირობას, რომ კურსზე ნეგატიური გავლენა გქონდეს, თუმცა ეს არის ცურავი გაცვლითი კურსი და მისთვის გარკვეული მერყეობა ყოველ პერიოდში არის დამახასიათებელი. კი ბატონო, და ჩვენ ვისაუბრეთ რისკებზე საუბრის დასაწყისში, აი ყველაზე მეტად რა ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება გესახებათ იმ შემთხვევაში თუ ნავარავდები რისკები რეალიზდება? ამ წუთას თქვათ ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ძირითადი ბუფერები, რაც არის კაპიტალის ლიკვიდობის სხვა კუთხით გვაქვს ჩვენ ეს დაგროვილი და თუ რაიმე რისკები რეალიზდა, ეს კიდევ თქვათ გასული კურსის კუთხით თუ ეკონომიკური აქტივობის კუთხით, ეს პირიქით ეს ბუფერები საშუალებას მოგცემს, რომ თქვათ შევარბილოთ მოთხოვნები და ამით ხელი შეუწყოთ იმას, რომ საბანკო სექტორმა გააგრძელოს ეკონომიკის დაკრედიტება. იმიტომ რომ სხვადასხვა შოკების დროს ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც ჰქონდა, თქვათ იგივე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო, რომ ჩვენ არ ჰქონდა საკმარის ბუფერები, რომ ხელი შევეწყო ბანკებისთვის, თუნდაც სტრესულ დროს გააგრძელებინათ ეკონომიკის დაკრედიტება. ამიტომ დღეს ეს ინსტრუმენტები გვაქვს და თუ რაიმე შოკი დადგა, სრული წინაპირობები გვაქვს იმისთვის, რომ გარკვეული შეღავათები გავაწესოთ. რაც კოვიდის დროს ნაწილობრივ მაგალითად გამოვიყენეთ და ამით მნიშვნელოვნად დავეხმარეთ მაშინ რეალ ეკონომიკას. ამიტომ ეს ინსტრუმენტები ჩვენ ხელთაა და იქიდან გამომდინარე რა ტიპის შოკი იქნება შესაბამისად უპასუხოთ. ანუ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, ის სალსახად შეგიძლიათ განაცხადოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე, რომელიც გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა. დღეისათვის ბიზნეს პარტნიორი დასრულებულია. მე გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.